შოთა ჩოჩიშვილი, პიონერი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. დღეს ვიხსენებთ კაცს, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო და შეუძლებელი შეძლო. ეს არის ამბავი შოთა ჩოჩიშვილზე, პირველ ქართველზე და პირველ საბჭოთა სპორტსმენზე, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. კონტექსტი: 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა ადგილი, მიუნხენი, გერმანია სპორტი, ძიუდო, იაპონიის ნაციონალური სპორტი, მათი სიამაყე და კულტურა. იმ დროისთვის ძიუდოს ტატამზე იაპონელი ფალავნების დამარცხება თითქმის სასწაულად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, თუ სად ტარდებოდა ჩემპიონატი. სწორედ ამ ოლიმპიადაზე 22 წლის ქართველი ფალავანი, შოთა ჩოჩიშვილი, მსოფლიოს წინაშე ისტორიის დასაწერად გავიდა. დრამა და ტრიუმფი, ფაქტობრივად უნაკლო ამბავი შოთას გზა ოქრომდე არ იყო მარტივი. ეს იყო დაძაბული დრამა, რომელმაც მისი ხასიათი სრულად გამოავლინა, სენსაცია, ტურნირის მსვლელობისას შოთა ხვდება და ამარცხებს ორგზის მსოფლიო ჩემპიონს და მთავარ ფავორიტს, იაპონელ ფუმიო სასაჰარას. მოულოდნელი წაგება, ამ უდიდესი გამარჯვების შემდეგ შოთა მოულოდნელად მარცხდება ბრიტანელ დევიდ სტარბრუკთან. მეორე შანსი რეპეშაჟი საბედნიეროდ 1972 წლის წესებით, ამ წაგებით ის ტურნირს არ გამოეთიშა. მან მიიღო მეორე სიცოცხლე და დამამშვიდებელ ბადეში, რეპეშაჟში, გადაინაცვლა. ფინალი და შურისძიება, შოთა ბრწყინვალედ იგებს ყველა ბრძოლას რეპეშაჟში, გადის ფინალში და იქ კვლავ ხვდება იმ ბრიტანელ დევიდ სტარბრუკს, ვისთანაც უკვე წააგო. ფინალურ ბრძოლაში შოთა ჩოჩიშვილმა შური იძია, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დამსახურებულად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. შოთას მემკვიდრეობა შოთა ჩოჩიშვილის ეს ოქრო იყო პირველი. მან გზა გაუხსნა მომავალ თაობებს. მან დაანახა ყველას, რომ ქართველებს შეუძლიათ ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და მწვერვალზე ასვლა. ის იყო პირველი მერცხალი, რომელსაც მოჰყვნენ ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების უდიდესი პლეიადა. დღეს როცა ვუყურებთ ლაშა ბექაურს და სხვა ჩვენს გმირებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის კაცი, რომელმაც ეს გზა პირველმა გააჭრა. დიდება და მარადიული ხსოვნა ლეგენდარულ პიონერს.